მოგესალმებით კოლეგებო, დამსწრე საზოგადოება, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, ქორუმი გვაქვს. დღის წესრიგით განსაზღვრული იყო ერთი საკითხი 2015 წლის ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე და ეს შეტანილი ჰქონდა დღის წესრიგში. ბიუროზე დაგვეწერა ორი საკითხი და ამიტომ წერილობით იქნა დამატებული ორი საკითხი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში არის და მეორე არის ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზირების და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ. ორივე ეს ორი საკითხი წერილობით დავამატეთ დღის წესრიგს. თუ რაიმე შენიშვნა არ აქვს, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა, დღის წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ორი საკითხია ჩემი წარმოსადგენელი, გასული წლის ანგარიში და წლევანდელი და მომდევნო წლის პროგნოზები. თქვენი ზებართ ერთმანეთს მივაყოლებ ამ ორ საკითხს და კითხვები, რომელთთან ორივეს ერთად გამიხილავთ. კი ბატონო, მაშინ თანხმობა ავიღოთ კომიტეტისაგან, რომ ორივე საკითხი კი ბატონო. მადლობა დიდი. დავიწყებ გასული წლის ანგარიშით. მოგეხსენება ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დაგვეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 99.2 მილიარდი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდა 2.5%-ის ოდენობით მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იყო 35.9%. შემდგომ უკვე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით გადაიხედა პარამეტრები და ნაცვლად 6%-ისა რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 104.4 მილიარდი ლარის ოდენობით, 200 მილიონი ლარით გაიზარდა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზით და 25.5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო დეფიციტი შევინარჩუნეთ იმავე 2.5%-ის დონეზე. ფაქტიურად კიდევ უფრო მაღალი იყო ეკონომიკური ტენდენციები და მივიღეთ 7.5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში საბოლოო ჯამში გამოვიდა 104 მილიარდ 598 მილიონი ლარი. წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 12.4%-ით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28.235 ლარი, ანუ 10.296 დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი როლი ეჭირა კვლავ კერძო სექტორს, ჯამურად 12.4%-ით გაიზარდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, ხოლო ბიზნეს სექტორის მიერ გამომუშავებული პროდუქციის ღირებულება გაიზარდა 13.4%-ით. რაც შეეხება ასევე ბიზნეს სექტორში დასაქმების მაჩვენებელს, გასული წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.000-ზე მეტით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და 839.000 გადააჭარბა. რაც შეეხება ფასების ნაწილს, ინფლაციამ ქვეყანაში წლის ბოლოს შეადგინა 4%, თუმცა საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9% იყო. ახლოს იყო ერთმანეთთან. რაც შეეხება საგარეო სექტორის ნაწილში, ჩვენ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა გაზრდილი, გაიზარდა 10.3%-ით და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იყო 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 11.2%-ით არის გაზრდილი 2024 წელთან შედარებით, ხოლო იმპორტმა შეადგინა 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი, რაც 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პარტნიორებს თუ შევხედავთ სავაჭრო პარტნიორებს, პირველ ადგილზე ევროკავშირია 21.6%-ით, მეორე ადგილზე თურქეთი 12%-ით, მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები მოდის 11.1%-ით, რუსეთი 10.4%-ით, ჩინეთი 8.9%-ით. საგარეო სექტორის მეორე მიმართულება ტურიზმი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის. გასულ წელს ვიზიტორთა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 6.856.000 ვიზიტორი, მათ შორის უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა იყო 5.522.000-მდე, 8.4%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფულადი შემოდინება ტურიზმი და რაც ეკონომიკაში ფული შეიქმნა ტურიზმის ხარჯზე 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი იყო
6% არის და დაახლოებით 265 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე 2024 წელს. რაც შეეხება ფულადი გზავნილების მაჩვენებელს, აქ 3 მილიარდ 228 მილიონი დოლარი მივიღეთ, ჯამში 8.2%-იც არის გაზრდილი და 245 მილიონი დოლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება საგარეო სექტორის ბოლო მიმართულებას, ეს არის ინვესტიციები, ჯამში ინვესტიციების პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 7.6%-ით, მილიარდი 688 მილიონ დოლარს გადააჭარბა. უდიდესი ნაწილი აქედან საფინანსო სექტორზე მოდის 607 მილიონი დოლარი, მეორე ადგილი უძრავი ქონება 185 მილიონი დოლარი და ტრანსპორტის სექტორში 166 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, ნაერთი ბიუჯეტზე მოგახსენებთ, ჯამში შემოსავლების ნაწილში გვაქვს გადაჭარბება 100.7% შეადგინა დაგეგმილთან მიმართებაში 28 მილიარდ 468 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ, საიდანაც საკადასახადო შემოსავლები იყო 25 მილიარდ 536 მილიონი ლარი, რაც გადაჭარბებით შესრულება არის 100.1%-ია და ამავე დროს გასულ წელს DGG-ს დაბრუნების სახით ბიზნესმა უკან მიიღო 2 მილიარდ 721 მილიონი ლარი. გრანტების სახით 284 მილიონი ლარი მივიღეთ, აქაც გადაჭარბებით გვაქვს 102.9%, ხოლო სხვა შემოსავლებში 106.6%-ია შესრულების მაჩვენებელი, 2 მილიარდ 658 მილიონ ლარამდე მივიღეთ. რაც შეეხება პრივატიზაციის მაჩვენებას უკვე ნაერთ ბიუჯეტში, აქ თითქმის 582 მილიონი ლარი იყო და 111.9%-ია შესრულების კუთხით. ნაერთ ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რასაც მინდა ყურადღება გავამოხილო. პირველი არის დეფიციტი, მე ვახსენე, რომ 2.5%-ის დონეზე ჰქონდა, თუმცა მაღალმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მოგცა შესაძლებლობა შეგვემცირებია დეფიციტი და საბოლოო ჯამში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 1.4%. ერთიან ბიუჯეტს თუ შევხედავთ, საერთოდ 0.3% იყო დეფიციტის მაჩვენებელი. და ასევე ვალი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იყო დაგეგმილი 35.9%-ის დონეზე, ფაქტიურმა მაჩვენებელმა მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 34.4% შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, აქაც ჯამურად შემოსულობები გვაქვს გადაჭარბებით მიღებული და 100.8%-ია, ხოლო გადასახდელების ნაწილი 99.2%. დავიწყებ შემოსავლებით, ჯამში მივიღეთ 23 მილიარდ 991 მილიონ ლარზე მეტი, 100.7%-ია, მათ შორის გადასახადების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტში მივიღეთ 21 მილიარდ 957 მილიონი ლარი, 100%-ია შესრულების მაჩვენებელი, ოდნავ მეტი. გრანტებში 279 მილიონი ლარი მივიღეთ და გადაჭარბება მაღალი გვაქვს 150%, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში მილიარდ 754 მილიონი ლარი იქნა მიღებული და 103.8%-ია შესრულების მაჩვენებელი. პრივატიზაციის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის წილად უკვე არის 354.7 მილიონი ლარი, 115%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში 111%-ია შესრულება და 378 მილიონ ლარზე მეტია მიღებული. რაც შეეხება უკვე ვალდებულებების ნაწილში, ვალების აღებისა და დაფარვის მაჩვენებელს, აქ ჩვენ ვალის აღების ნაწილში მილიარდ 599 მილიონ ლარამდე გვაქვს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული თანხა, 902 მილიონი ლარია საინვესტიციო კრედიტებისათვისების მაჩვენებელი, ხოლო 596 მილიონი ლარი ოდნავ მეტი იყო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტები. ამავე დროს ვალების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში საგარეო ვალდებულებებზე მივმართეთ 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 953 მილიონი ლარი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, აქ ჯამურად დაგეგმილი იყო 27 მილიარდ 952 მილიონი ლარი, 27 მილიარდ 723 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც გეგმასთან მიმართებაში 99.2%-ია. უწყებების კუთხითაც ათვისება საკმაოდ მაღალია, რიგ შემთხვევაში არის 95-დან 100%-ამდე, რამდენიმე უწყებაში გვაქვს გადაჭარბებით შესრულების მაჩვენებელი და მოგახსენებთ ამ უწყებებსაც, მაგალითად ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გვაქვს ნაწილში გასულ წელს მოგეხსენებათ ერთად იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული განვითარების სამინისტრო და აქ 2 მილიარდ 959 მილიონი ლარია ათვისებული და 101%-ია შესრულების მაჩვენებელი, ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში 8 მილიარდ 976 მილიონი ლარია და 100.3%-იან ათვისების მაჩვენებელი, ასევე 100%-იანია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ნაწილი და სხვა შემთხვევებში არის 99%, 95%-ზე მეტია ყველა სამინისტროში ათვისების მაჩვენებელი. ასევე შესრულების ნაწილში მოგახსენებთ რამდენიმე ციფრს, რაც უშუალოდ მუნიციპალიტეტების ნაწილში გვაქვს. პირველ რიგში ეს არის შემოსავლების ნაწილი, შემოსავლები მუნიციპალიტეტებში გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული, როგორც შემოსავლები, ასევე ჯამური შემოსავლები იქნება გადაჭარბებით შესრულებული, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებზე მიმართულ თანხას, 2 მილიარდ 31 მილიონი იყო, რაც DGG-ს წილი მიიმართა მუნიციპალიტეტებში, ხოლო ტრანსფერების სახით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების თვის მოხდა გადაცემა 1.588 მილიონს აჭარბებს სხვადასხვა სახის ტრანსფერები, მათ შორის ძირითადი იყო სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერი, რომელთა მოცულობა 878 მილიონამდე და 709 მილიონ ლარს აჭარბებდა. ეს არის ძირითადი პარამეტრები შესრულებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება უკვე წლევანდელ და მომდევნო წლების პროგნოზებს. წელს ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა ჩვენ უკვე 8%-ზე მეტი გვაქვს და პირველი 4 თვის განმავლობაში შესაბამისად მოხდა პროგნოზის განახლება. წელს განახლებული პროგნოზის მიხედვით გვაქვს 6.3% უკაცრავად ეკონომიკური ზრდა, რაც მომდევნო წლებში უბრუნდება უკვე პოტენციურს და არის 5%-თან ახლოს, 5.3%-ის ოდენობით. წელს ინფლაცია იქნება მიზნობრივზე მაღალი, 4.9%-ია დღეს მდგომარეობით პროგნოზი, თუმცა მომდევნო წლებში უკვე არის უკაცრავად მიზნობრივი 3%-იანი ნიშნულის ფარგლებში. ასევე ვალის ნაწილი არის 33%-ზე გავალ წელს და შემდგომ წლებში არის კლება, ისევე როგორც დეფიციტი წელს შევამცირებთ 2.5-ის ნაცვლად იქნება 2%-ის ოდენობით და მომდევნო წლებში 2.5%-ზე დაბალ ნიშნულს შევინარჩუნებთ. ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ნაწილში წელს გასული წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გვაქვს ოდნავ ზრდა 3.7%-ია და მომდევნო წლებში უკვე 4%-ზე დაბალ ნიშნულზეა შემცირებული. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული პრობლემა ჩვენი ეკონომიკის მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო, რომელიც ორნიშნა მაჩვენებელს შეადგენდა რამდენიმე წლის წინ. ეს არის ის პროგნოზები, საბაზისო სცენარი, რაზედაც უკვე 2027-30 წლების ბიუჯეტები იქნება დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა წარმოადგენილი გვაქვს ჩვენ როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური სცენარები. ეს დამოკიდებულია უკვე სხვადასხვა ფაქტორებზე მსოფლიო ეკონომიკაში. წელს შესაძლოა უფრო ოპტიმისტური სცენარისკენ წავიდეთ, თუმცა ყველა რისკის, თეორიული რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება მივიღოთ პესიმისტური სცენარი, თუმცა ეს უფრო წელს ნაკლებს ავარაუდოა, ვინაიდან 5 თვე უკვე გასულია და შეიძლება ამან უკვე მომავალ წლებზე იმოქმედოს. თუმცა საბაზისო სცენარის მიხედვით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში იქნება ჩვენი ბიუჯეტები დაგეგმილი. დიდი მადლობა, ეს არის მომდევნო წლების პროგნოზები და საერთოდ თქვენს კითხვებს უპასუხობ. მადლობა. კითხვები. ერთი კითხვა მექნება, ანუ ეს ინფლაციის მაჩვენებელს წელს როგორ ფიქრობთ, სად იქნება ეს? დიახ. წელს ჩვენი პროგნოზით 4.9%-ის დონეზე იქნება საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი. წესით წლის მეორე ნახევარში კლებადი ტენდენცია უნდა კონდეს და წლის ბოლოსთვის საშუალო მაჩვენებელი 4.9% უნდა იყოს. კიდევ შეკითხვები ხო არა გაქვთ? თუ შეკითხვები არა გაქვთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ, რომ მოსმენა მივიღეთ და ასე ვთქვათ, მიღებულია კომიტეტის მიერ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, წარმოდგენილი ანგარიშისათვის. გადავდივართ დღის წესრიგის ბოლო საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარდგენილი 2015 წლის ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის სრულების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს
2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. მომხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილ 2015 წლის ზეცხილის ზეთისა და სუფრის ზეცხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ 2015 წელს არის მიღებული. მასზე მიერთებულია დაახლოებით 50-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველო მიუერთა 2019 წელს. მიერთების დროს რატიფიცირება მოხდა პარლამენტის მხრიდან, ამიტომ ცვლილებების მიღებაც უნდა განხორციელდეს იგივე პროცედურის თანახმად. ზეთისხილმა საკმაოდ კარგი გავრცელება ჰპოვა საქართველოში, გამოიყენება ის ნიადაგი, რომელიც სხვა კულტურებისთვის ნაკლებად გამოსადეგია. მხოლოდ კახეთის მხარეში უკვე 4000 ჰექტარზე მეტ საჭარბებს ის ფართობი, სადაც მოსავლის მიღება უკვე წარმოებს ზეთისხილის პლანტაციებიდან და სხვა პროდუქტის მიწოდება ხდება ეროვნული წარმოებულების მხრიდან, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. რის შესაძლებლობას გვაძლევს ეს საერთაშორისო შეთანხმება ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ. ამ შეთანხმების ფარგლებში ყალიბდება ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ურთიერთობენ და საერთო გადაწყვეტილებებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლის დაინტერესებულია ზეთისხილის და სუფრის ზეთისხილის და ასევე ზეთის წარმოებით. როგორც უკვე ვახსენე, 50-მდე ქვეყანა არის მიერთებული ამ შეთანხმებას. შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება საერთო ტექნოლოგიაზე შეჯერება, ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება, სერტიფიცირების პროცედურების შეჯერება და ტექნიკური დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც პოზიციონირებს როგორც ზეთისხილის მწარმოებელი და ზეთისხილის ზეთთან დაკავშირებული პროდუქტების მწარმოებელი. ამ კუთხით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საერთაშორისო ნიშა დაიჭიროს და ამ საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებითაც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულად პოზიციონირებდეს როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა. შეთანხმებით გათვალისწინებული არის მისი მოქმედება, ძალის შენარჩუნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ამავდროულად 36 მუხლი შეიცავს ცვლილების შეტანის პროცედურებს და ეს პროცედურები პირველად რედაქციაში იყო შედარებით არასრულყოფილი, ხარვეზიანი, ამიტომ გადაწყდა 2024 წელს, რომ შეტანილიყო ცვლილებები ამ ნაწილში და უფრო მკაფიოდ გაცხადებულიყო, რომ შეთანხმების ვადის გაგრძელება შესაძლებელია 5 წლამდე პერიოდებით და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო საბჭო. ეს გადაწყვეტილება უკვე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მხრიდან მიღებულია და ყველა მონაწილე ქვეყანას მიეცა საშუალება, რომ 2 წლის ვადაში დაადასტურონ დეპოზიტართან მიერთება მიმხრობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ეს ვადა ორწლიანი ვადა იწურება 25 ივნისს 2026 წელს და ამ ვადაში ყველა ქვეყანა უნდა დადასტურება წარუდგინოს დეპოზიტარს. შემდგომ უკვე გადაწყვეტილება ამ კონსენსუსის თაობაზე ძალაში შედის მომდევნო 90 დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ წელს 31 დეკემბრამდე ყველა ეს პროცედურა უნდა დასრულდეს და ამიტომ იყო დაჩქარებულად წარმოდგენილი პარლამენტის მხრიდან შესთანხმებლად აი ამ ცვლილების საკითხი. და ერთ სვიტყვი კიდევ საფინანსო საკითხთან მიმართებით, ჩვენი საწევრო გადასახადი ამ შეთანხმების მიხედვით იანგარიშება სპეციალური ფორმულის გათვალისწინებით. ეს ფორმულა მოიცავს მთელ რიგ პარამეტრებს, მათ შორის ქვეყნის მიერთების საწყის პოზიციებს, ასევე ექსპორტის მაჩვენებლებს, წარმოების მაჩვენებლებს, მოხმარების მაჩვენებლებს და აი ამ კომპლექსური ფორმულის ფარგლებში იანგარიშება ყოველი ქვეყნისთვის საწევრო გადასახადი. ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 30,000 ევრომდე არის 2006 წლისთვის ანაზღაურებული ეს თანხა და მომდევნო წლებში იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ამ საერთაშორისო შეთანხმებისში ცვლილების გადაწყვეტილებას და მზად ვარ შეკითხვებისთვის. კი ბატონო, ალბათ კომიტეტი თუ გაქვთ შეკითხვები? დიახ.
მოგესალმებით, ერთი ტექნიკური კითხვა მაქვს. აღნიშნული დოკუმენტი რატიფიცირების შემდეგ ითვალისწინებს თუ არა კანონმდებლობაში რამე ცვლილებას? არა, კანონმდებლობაში არ იმეცვლება, არ დაშირდება, პირდაპირ იმოქმედებს. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, კარგი არის ის, რომ საქართველოში ზეთის ხილის კულტურა ძალიან აქტიურად ვითარდება. აღნიშნულის არის, რომ 4000 ჰექტრამდე არის უკვე ზეთის ხილის კულტურა გაშენებული, ძირითადად კახეთში არის. მაშნაარში არის ერთი საწარმო, რომელიც ცივი ასე ვთქვათ, წნეხით ამზადებს და არის კიდე სხვა საწარმო, თუ იცით, გააქვთ რაიმე ინფორმაცია, ბატონო ზურაბ? ჩვენ საწარმო კონკრეტულ საწარმოს ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ყავს რამოდენიმე მწარმოებელი, როგორც ზეცხილის ზეთის, ასევე სუფრის ზეცხილის, ასევე ზეცხილიდან წარმოებული სხვა პროდუქტების, ეს არის მარინადები და სხვა და სხვა. ამასთან ერთად არის ცალკე სექტორი უკვე ზეცხილის, ასე ვთქვათ, ფერმერები, რომლებიც მიაწვდიან უკვე ქარხანას თავის პროდუქციას. ეს დარგი ვითარდება და ის ტექნოლოგიები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე არის დანერგილი, ამ ინფორმაციაზე, ტექნიკურ დახმარებაზე საქართველოს ცდომა აქვს და აქტიურად ინერგება თანამედროვე მეთოდები. ამასთან არ ვახსენე, რომ არის გარკვეული დაავადებებიც, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის მონიტორინგის ქვეშ მოქცეული და ამ კუთხითაც საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრებთან ერთად ამ დაავადების მონიტორინგის მხრივ არის ძალზე მნიშვნელოვანი. ჩვენ რეგიონში მიერთებულია თურქეთიც, ირანიც, აზერბაიჯანიც და საქართველოს და გეოგრაფიულ არეალშიდაც დაფარვის ზონა გვაქვს ერთიანი შექმნილი. კი ბატონო. კარგით, მადლობთ. გთხოვთ, დაუჭიროთ ხარი, ვინ არის მომხრე. გადაწყვეტილება მიღებული არის, ამით კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილა, კომიტეტის სხდომას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობთ.